მოგესალმებით კრიზისის მეწყვილეებო. მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ, დოქტორი ფასბი. რეგ, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მარლონი თავს არაკომფორტულად გრძნობს. ეხ. ფრენსის, კლარკი შეიძლება თაგვია, მაგრამ პირველ რიგში შენი მეწყვილეა. დღეს ორი ახალი მეწყვილე ყავს. შეგიძლიათ მოგუყვეთ როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ შეეწყვეთ? კარგი, ერთი კვირა რაც მეწყვილეები ვართ. ერთი კვირის თავს გილოცავ და შვენი რა შევეწყვეთ. ძალიან კარგად. და თან ქალაქი გადავარჩინეთ, ასე რომ გონია არ უნდა ვიყოთ და რაღაც შეცდომა მოხდა. შეხედეთ, პირველი ალაპარაკდა. მეწყვილეს ხმა არ მოაღებინა და დისკომფორტის გადასაფარად ფეხი უკანკალებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი დისკომფორტის წყარო ის გულგრილობაა, რომელსაც ემოციურად ცარიელი მეწყვილე ასხამობს. მაგრამ პირველ რიგში მეწყვილეებს მივესალმოთ. სამწუხაროდ კერენმა გადაწყვიტა, რომ ჯოელის ხმილი აგრესიის ნიშანი იყო. ჯოელს ხელი გაუშვი კერენ. კერენ, ვინმე მსარწყავი მიუშვირეთ. ბაჭია, მელა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია, თუ არაფერი გამოგივათ ერთმანეთს დაგაშორებთ. საუკუნეა ზოოტოპიაში არც ერთი გველი არ შემოსულა. ჰაფსი და ვაილდი? ვაილდი და ჰოპსი, საოცნებო გუნდი. ბოდიში პოლ. დაბრუნდით ზოოტოპიაში. კინო მიღმა წარმოგიდგენთ. ბეჭედს ემთხვიეთ. აკოცე მოხარ ბეჭედს. ჩოუჯეკით. ვაიმე გველი. კანონის სახელით გაჩერდი. არა, გეჭდები. ყურებზე ხელი არასდროს არ გაუშვა. ოჯახი უნდა ვიპავა. ზარბაზნის შორვი. ზოოტოპია 2. იცი რა, ამაზე ცუდი იდეებიც მოგვსვლია. ო, თითქმის კომპლიმენტი იყო. ამაზე ცუდი ისაა, რაც ყურებს უქენი.